ეკლესია არ ერევა როგორც ადმინისტრაცია პოლიტიკაში არ ერევა და არავითარი ბერკეტი არ გააჩნია ეკლესიას როგორც ადმინისტრაციული ერთეული. ამიტომ ხშირად სვამი კითხავს, რამდენად შეიძლება ეკლესია ამღდელი ერეოდეს პოლიტიკაში. ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს მე მაგალითად ვარ მღვდელი, მაგრამ ვარ ჩემი ერის შვილი. და როცა ჩემს ერს პრობლემა ექმნება ერის კურსს, ერის განვითარებას. მე იქ როგორც მღვდელი, არამედ როგორც ერის ადამიანი, ერის შვილი, მე ვალდებული ვარ, ხმა ამოვიღო. მე არჩევნებში მონაწილეობ როგორც ინდივიდი და როგორც ეკლესია არ მონაწილეობ, მაგრამ მე ინდივიდს უფლება მაქვს გავაკეთო არჩევანი. ჩემთვის მაგალითად სულ ერთია რომელი ქართული ოპოზიციური იქნება თუ ოპოზიცია პარტია მოვა სათავეში. იმიტომ რომ მე როგორც მღვდელს პოლიტიკური თანამდებობა არც შემიძლია კონდეს და მით უმეტეს ბერი ვარ. ამიტომ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის ვინ მოვა, მაგრამ ვინც მოვა იმ ქვეყანა არ უნდა დაუყოს. ქვეყნის ეს კურსი არ არის არც ამ მთავრობის არჩეული, არც წინა მთავრობის არჩეული და არც იმის წინასი და არც ზვიადის არჩეულია, ეს ჩვენი წინაპრების არჩეულია. პატრიარხმაც განაცხადა, რომ ჩვენ მუდმივად ევროპისკენ ვიდიოდით. მისი ეს ნათქვამი ჩემთვის საკმარისია. და დღეს ნებისმიერი მღვდელი, ნებისმიერი მღვდელმსახური, რომელიც იტყვის, რომ იქ მიტინგზე ვინც დგას, ის გეია, იმათ გეი უნდათ. ის პირველ რიგში პატრიარქს ეწინააღმდეგება, მეორე რიგში ეს საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარებას ეწინააღმდეგება და ამავდროულად ჩვენს ეკლესიურ და ამავდროულად ჩვენ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ეზიარება. იმიტომ რომ იცით როგორ არის, აი მართლმადიდებლობაში არის ესეთი რაღაცა. ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ესე ვთვლით, სუვერენული მართლმადიდებლობა არ არსებობს. ანუ საქართველოში ასე ითქმის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში. მაგრამ ეს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში რო მართლმადიდებელია, ეს უნდა აღიაროს სხვა მართლმადიდებელმაც. თუ ჩვენ სუვერენული ვართ მარტო მართვაში და არა სწავლებაში, წესებში, დოგმატებში, მართვის, ანუ მღვდელი როგორ უნდა იკურთხოს, ეს ყველაფერი ჩვენ ერთი გვაქვს. აი დემოკრატია ზუსტად ესეა აწყობილი. დემოკრატიული, ანუ სუვერენული დემოკრატია არ არსებობს. არ შეიძლება შენ თქვა, რომ ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო და არ მიიღო სხვა დემოკრატიული ქვეყნიდან რჩევა, რომ ეს ასე არ შეიძლება. და როცა ისინი გაძლევენ, რომ ეს უსამართლობაა დემოკრატიულად და შენ თუ დემოკრატი ხარ და დემოკრატიული ქვეყანა ხარ და ჩვენთან ერთობა გინდა ეს გამოასწორე, ამას ეძახიან ჩვენ სხვა ქვეყნიდან რატომ მივიღებთ და ეს სხვა ქვეყანა შანტაჟი ვას. თვითონ არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა, არც საფრანგეთი, არც გერმანია დემოკრატიაში დამოუკიდებელი არ არის. ის თავის შიდა მართვაშია დამოუკიდებელი, რომელი პარტია იქნება, როგორ იქნება, თორე დემოკრატიული წესები მანაც უნდა დაიცვას, ეს საერთაშორისო რაც არის, ხო? და ჩვენ თუ ვაცხადებთ, რომ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, მაშინ როგორ შეიძლება ყველა დემოკრატი ქვეყნის გარეშე ჩვენ ვიყოთ დემოკრატები, ან ჩვენ ვიყოთ სუვერენულები, ან ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებლები. ისინი გვაღიარებენ დამოუკიდებლად. ამიტომ თქვა პატრიარქმა, რომ ჩვენი გზა ყოველთვის ევროპისკენ იყო. რადგან ევროპული ქვეყნები გვაღიარებენ დღესაც საქართველოს ფარგლებში, მოიაზრებენ აფხაზეთს და სამაჩაბლოს, ხო? რუსეთი მოიაზრებს ამას ცალკე რესპუბლიკებად. რუსეთში როგორ უნდა წავიდეთ? წაღებული აქვს 2.5, ხო? აქედან და იქიდან და მესამე რომელიც არის თავისუფალი დავჭით, ესეც უნდა მიიტაცოს. აი აქ ხან მე ხმარო არ უნდა არ ვიცი. აი სუვერენული დემოკრატია არის სხვათა შორის პუტინის რუსეთის საყვარელი ტერმინი, რომელიც ძალიან ხშირად უკვე ქართული ლექსიკონში არ სუვერენული მართლმადიდებლობა არ არსებობს. ჩვენ მართლმადიდებლობაში დამოუკიდებლები არა ვარ, ჩვენ ცალკე ვერ ვასწავლით.